იქნება შინაარსში ჩარევის მცდელობა და ინტერესთა კონფლიქტი. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა იმ კანონპროექტის მოსმენის შემდეგ სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებულ რეჟიმში გეგმავს, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანოს. ახლა ქართული ოცნება ირკვევა, რომ გაღიზიანებულია სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობით, განსაკუთრებით იმ ქმედებებით, როდესაც აქციაზე დაჯარიმებულებს სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმარებიან, ფონდები ეხმარებიან და მათ უკანონო ჯარიმებს უხდიან დემონსტრანტებს. სწორედ ამიტომ ახლა ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა თეთრს გააკონტროლებს და მთავრობის ნებართვა იქნება გრანტების მიღების დროს საჭირო. ამიერიდან ვერც მედია ორგანიზაციები და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებენ უცხოურ გრანტებს. ამიერიდან ნებართვა იქნება საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ მაგალითად თუ დონორთან იქნება გარკვეული შეთანხმება, შედგება დოკუმენტი და შემდეგ ამ გრანტის ხელშეკრულებაში შეიძლება რომ ცვლილება შევიდეს, ამასაც უკვე დასჭირდება მთავრობის ნებართვა და თუ არ მიმართავენ მთავრობას ნებართვის მიღების მოთხოვნით, მაშინ იქნება კოლოსალური ჯარიმები. ახლა სახალხო დამცველის მოადგილე ქართული ოცნების დეპუტატებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ როგორ უნდა გააკონტროლონ მათ ხელშეკრულებები, რა დონეზე ჩაერევა სახელმწიფო შეთანხმებებში, იქნება თუ არა მაგალითად მეილზე და პირად შეტყობინებების გაგზავნის წაკითხვის შემთხვევებით, მაგალითად მეილებზე ხდება შეთანხმება დონორ ორგანიზაციებთან, ამ დონებზე დაიყვანს თუ არა ხელისუფლება კონტროლს, იყო კითხვები, რაზეც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ან ზოგადი პასუხები მიიღო, ან საერთოდ ვერ მიიღო პასუხები. ალბათ იქნება ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მარეგულირებლები, რომლებიც ასევე არ ათანხმებენ შინაარსობრივად არავისთან, მთავრობა იქნება თუ სხვა. ბატონო, ხო ანუ არ ვიცი, პარლამენტიც ხო შეიძლება გრანტის მიმღები იყოს, სასამართლო ხელისუფლებასაც შეიძლება იყოს გრანტის მიმღები და გამოდის, რომ მთავრობის და ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ თუ არ გაიცა ესეთი თანხმობა და შინაარსში ჩარევა და შეიძლება იქ ინტერესთა ისიც იყოს კონფლიქტიც და თან გრანტის გამცემი ორგანიზაციების შემთხვევაში ეს აპრობირებული პრაქტიკაა წლების განმავლობაში, რომ მაგალითად, როდესაც სამოქმედო გეგმაში არასოდეს არ იქწერება არც თარიღი, არც რომელ სივრცეში ტარდება ეს რაღაცა მაგალითად შეკრება, არც პროექტის რაღაცას კვლევის საგანი, არც კვლევის შინაარსი და ეს არის როგორც წესი სამუშაო პროცესში მიილით ან მიმოწერის ამის კონტროლზეა საუბარი, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ამ დონით, ამ დონეზე უნდა მოხდეს კომუნიკაციების კონტროლიც და შინაარსის კონტროლიც. თქო, ანუ აი ამის გარკვევა მინდოდა. აი მაგალითად ნახეთ, თუ მაგალითად გეგმაში არსებობდა რომ თბილისში ჩატარდეს კონკრეტული რამე ღონისძიება, მაგრამ შეიცვალა და მოდი ახლა ბათუმში ჩავატაროთ. ამ შემთხვევაში გრანტის მიზანი იცვლება? გრანტის მიზანი შეიძლება არ შეიცვალოს, ხო და აი მაგითო ინტერპრეტაციის საგანია ეს. როგორ წარმოგიდგენიათ ფიზიკური პირების კონტროლი როგორ შეიძლება მოხდეს მაკონტროლებელი სუბიექტის მიერ? აი ხა მე თამარ გვარამაძე გავედი და ევროკავშირმა რაღაცა თანხა ჩამირიცხა. დანიშნულება წერია მაგალითად საექსპერტო მომსახურება. გაბალან თამარ, თქვენი მიზანი ნახეთ როგორ არის, თუ თვალთმაქსურია მოჩვენებითია გარიგება. სამოქალაქო კოდექსში გვიწერია პირდაპირ შავი თეთრზე, რომ თვალთმაქსური და მოჩვენებითი გარიგებები ბათილია. თუ სადავად გახდით ვინმე და წავალ სასამართლოში ხო? გადამზადების კურსები, რაც არ არის სამეცნიერო ის. ხა ჩემი გამოცდილებითაც გეუბნებით ეს შემთხვევაში შეიძლება ეს შესაძლებლობა ბევრმა ასე ვთქვათ მოხელემ და საშუალო დონის მენეჯერმაც კი დაკარგოს. ანუ თქვენ ბრძანეთ რომ დაკარგოსო და რატომ უნდა დაკარგოს? დაფინანსების ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მაგალითად ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაგზავნოს აქ წერილები და ათანხმოს აქაურ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომ მე მაგალითად მომცეს მცირეხნიანი დაფინანსება ორკვირიან კურსებზე, რომელიც მიზნად ისახავს მენეჯერული უნარების გაძლიერებას. არ ეგ ხო საგანმანათლებლო არ? ხო და საგანმანათლებლო დაკონკრეტებულია უმაღლესი და არა ეგ ხო პროფესია უმაღლესი ხო უმაღლესის შესახებ განსაზღვრავს რას ნიშნავს ის განათლება და იქ არ ჩაშდება. ნახეთ, როდესაც პროგრამა არსებობს, რა თქმა უნდა იყოს შეთანხმება. ნახეთ, აპრიორი დაკარგვა არასწორი შეფასება არის.
ჩვენ ვესაუბრეთ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს იღებენ და ისინი გვიყვებიან, როგორ ხდება გრანტის მოპოვება, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას მათ მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სახელმწიფო და ოცნების მიერ დაჩქარებული კანონპროექტები და დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები ამსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობას. ვესაუბრეთ იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ რეგიონებში და მოქალაქეებს ეხმარებიან სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებაში, გამოყოფენ მცირე გრანტებს და მცირე მეწარმეებს ეხმარებიან კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ასევე ვესაუბრეთ იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობებით მქონე პირების ინტერესებს იცავენ, საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ და ამბობენ, რომ ამ კანონპროექტებით და კანონებით, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდში ერთპარტიულ პარლამენტში იღებს, მიზანია, რომ ოჯახები დახმარების გარეშე დარჩნენ და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები გაქრნენ. ყველა უწყება მისის, რომ ორგანიზაციას აქვს ძალიან მძიმე საქმეები, სადაც მოწყვლადი პირები, დაზარალებულები და ძალადობა გამოვლილები არიან ბავშვები, არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათთვის ამ სერვისების მიცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვებს მივცეთ ინფორმაცია, როგორ არ დაექვემდებარონ ძალადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გსურს, რომ შევამციროთ ბავშვთა მიმართ ძალადობა და ამ ძალადობის პრევენციას ხელი შეუწყოთ და ასევე ცხადია ძალადობა გამოვლილ ბავშვებს უწევთ სერვისებს, რაც არის ცნობიერების ამაღლება, სასამართლოში მათი წარმომადგენლობა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ბავშვს ტოვებენ ელემენტარულად სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სერვისების და დახმარების გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი ქვეყანაში, აქ ხორციელდებოდა უამრავი პროექტები, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს სოფლის მეურნეობაში, ეხმარებოდა ადამიანებს ინგლისური ენის სწავლაში, ეხმარებოდა ადამიანებს უფასო ადვოკატის სერვისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეპრესიულ გარემოში. თითოეული ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, მიმართულია ინდივიდის განვითარებისკენ, მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ, სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, როგორც არის თქვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სერვისები, მიმართულია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ. რეალურად ეს ადამიანები ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ რეპრესიული კანონებით ახდენს საქართველოს მოქალაქის დახმარების შეკვეცას. გრანტების შესახებ კანონს პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს. ქართული ოცნება გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტის შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლომდე მოხდეს სწორედ კანონში ცვლილებების შეტანა და უკვე ამოქმედდება კანონი გრანტების შესახებ და გართულდება უცხოური დაფინანსების მიღება.